ლევან ყურაშვილი მოგესალმებით ბატონო ლევან კოალიციის ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი. ხო, პრინციპში ეს მოთხოვნა მუდმივად დგას რუსების მხრიდან ჟენევის ყველა მოლაპარაკებაში, მაგრამ რისკი, რომლითაც ეს კითხვა ისმება დღეს, განპირობებულია იმით, რომ ეს რეჟიმი კრემლის რიტორიკის მსგავსია თავიდან ბოლომდე. ჩვენ ნახეთ წულუკიანის კომისია ფაქტობრივად მოღალატეობრივი დასკვნა და ასევე ვნახეთ ბოდიშის მოხდის მოთხოვნა ივანიშვილის მხრიდან, რომელიც სხვა შორის კრახით დასრულდა იმ ეტაპზე, მაგრამ ხომ იყო. მოგესალმებით სოფო, მადლობა მოწვევისთვის. მივესალმებით თქვენს მაყურებელს. ჟენევის ფორმატით რო დავიწყოთ, რა ჟენევის ფორმატი რა იყო? ეს იყო ჩვენი და ჩვენი მეგობრების გარკვეულწილი ზეწოლა რუსეთისთვის, იმიტომ რომ რაღაც იქ ადამიანის უფლებები ყოფილიყო ასე თუ ისე დაცული, მაინც ფიზიკური არსებობის უფლება ყოფილიყო დაცული ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სხვადასხვა მოთხოვნები ყენდებოდა, რაც ზეწოლას ახდენდა რუსეთს. ამ ფორმატმა თავისი აზრი დაკარგა მაშინ, როცა ქართულმა ოცნებამ თუ გახსოვთ, გააკეთა კარასინი აბაშიძის ფორმატი. მაშინ დასრულდა ყველანაირი აზრი ამ ფორმატის. მე ახლა დღევანდელობაზე ხო საერთოდ საუბარი ზედმეტია, ჩვენ მეგობრები აღარ დაგვჭა, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვაკეთებთ ახლა, ჩვენ რა ქართული ოცნება რასაც აკეთებს, ეს არის ჩვენი მეგობრების ლანძღვა და გინება საერთაშორისო ასპარეზზე, ქვეყნის შიგნით და ასე შემდეგ. შესაბამისად ამ პოლიტიკურ ასპარეზზე რუსეთთან პირისპირ არის ფაქტობრივად დარჩენილი ახლა. ეს ქართული ოცნების ინიციატივა იყო ჯერ რომელი წელი იყო 2013 ალბათ, ხო, როცა ეს ფორმატი შეიქმნა. პირისპირ თვითონ გადაწყვიტეს დარჩენა აბაშიძე კარასინის ფორმატის შექმნით. რა თქმა უნდა, იმ ფორმატს არანაირი შედეგი არ მოუტანია და ვერც მოიტანდა, რა თქმა უნდა, უბრალოდ რუსეთს სალაპარაკო მიეცა, რომ აი ქართველები ჩვენ პირისპირ გველაპარაკებიან და ხომ იყო ასეთი ფორმატი, გახსოვთ პოზნერი რომ იყო საქართველოში, LRG-ს წელვა რომ შეაწყვეტინეს და მე აბაშიძემ რომ კარასინს დაურეკა ტელეფონზე და ასე შემდეგ. ხო, აი ეს მეგობრული მოკითხები. ეს იყო რაღაც ერთმანეთის გამაღიზიანებელი ფაქტი. ძირითადად რუსული ინიციატივების განხილვის ადგილი ალბათ. ხო, ალბათ რაღაც არაოფიციალური გაცვლები, ინფორმაციების და რეკომენდაციების ბჭყალებში ქართულ ოცნებასთან რუსების მხრიდან. რაც შეეხება ლავროვის მოთხოვნას, ხო, ესეც ახალი არ არის, ამას სულ ითხოვენ და რატო ითხოვენ ამას? იმიტომ ხო არა რომ მართლა საქართველოს ხელისუფლება ხელისუფლება მით უმეტეს აპირებს ვინმეზე თავდასხმას აფხაზებზე ან ოს ჩვენ თანამოქალაქეებს. არა, ამაზე არ არის საუბარი. რუსებს რისთვის ჭირდებათ? ეს ჭირდება იმისთვის, რომ სამართლებრივ სუბიექტად ვაღიაროთ, ეს არის ფაქტობრივად სამართლებრივ სუბიექტად აღიარების ოკუპირებული ტერიტორია. ან ჩვენ ვაღიარებთ აფხაზეთს და ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთს, როგორც ჩვენთან ასწორ სამართლებრივ სუბიექტს, საერთაშორისო ასპარეზზე. ამიტომ ითხოვენ რუსები. ეს არის აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯი. თუ ამას საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს, მე არ მინდა დაუშვა რომ ამ დონეზე რუსების კალთის ქვეშ არიან შემძრვალები, მაგრამ ამას თუ გააკეთებს, ეს ნიშნავს რომ ამ ტერიტორიების აღიარებაზე თვითონ აწერენ ხელს. ერთ-ერთი გადადგმული ნაბიჯი. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვიმედი მინდა ვიქონიო რომ ისინი ამას არ გააკეთებენ, მაგრამ ლავროვი რატომ ითხოვს გასაგებია. უბრალოდ როცა შენ რუსებს უძურები კალთის ქვეშ, როცა შენ მას ეუბნები რომ იცი რა, მოდი არ გვინდა, მოდი ერთმანეთს დაველაპარაკოთ, ყველას გარეშე მე შენთან ვილაპარაკებ, მე შენ ბოდიშს მოგიხდი იმისთვის რაც შენ დააშავე. რუსებს ეს არ აკმაყოფილებთ. რუსს რაც მეც დაუთმობ, მით უფრო მეც ითხოვს. ამას აჩვენებს რუსის ქცევა არა მარტო საქართველოსთან მიმართებაში, ყველას მიმართებაში. სხვანაირი ენა რუსებს არ ესმით და ეს წესით გადასარევად უნდა იცოდეს იმ ხალხმა, ვისაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ქვია. უბრალოდ მათ სხვანაირი მოქმედება არ შეუძლიათ, მათ შეუძლიათ მხოლოდ რაღაცა ეს ძველი საბჭოთა მენტალიტეტი აქვს, თორსა მოსკოვიდან რაღაცაზე დარეკავდნენ და ეს მერე სრულდებოდა საქართველოში. ასეთ დამოკიდებულება აქვს ამ ხალხს საკუთარი ქვეყნის მიმართ და მოსკოვის მიმართ. შეიძლება ხვალ მოსკოვი არ იყოს, მაგრამ შეიძლება იყოს პეკინი ან შეიძლება უცებ აღმოჩნდეს თეირანი. თავარი ის კი არ არის ვინ იქნება. თავარი არის მენტალურად როგორი დამოკიდებულება გაქვს შენ ეგრეთ წოდებული უფროსის და დიდიზმის მიმართ. ამ ხალხს აქვს მონური დამოკიდებულება. ქვემოდან დაწყებული ივანიშვილით დამთავრებული ეს ხო პირამიდა არის აწყობილი. მონობაზე დაფუძნებული პირამიდა არის, იწყება ქვემოდან და ადის ზემოთ. ეს სისტემა სხვანაირად ვერ ფუნქციონირებს, ამ ხალხს სხვანაირი ფუნქციონირება არ შეუძლიათ. ამიტომ ისინი აკეთებენ ამ რაღაც ვითომ ჟესტებს, რომელზეც იღებენ დამცინავ პასუხებს მე რუსეთისგან. ჩვენ გვახსოვს ხო შარშანიქ რაღაც ტერიტორიულ აღდგენაზე 1-2-მა რომ მოიკნავლა აქ საქართველოში და თურმე მშვიდობით დაუბრუნდებით რაღაც პროპაგანდისტები რო აყვნენ და იქიდან რომ ეგრევე პასუხი მოვიდა რომ
არაფერი მსგავსზე არ არის საუბარი, მათ გააფრინეთო და იმ წუთში მოკეტეს. აი ეს არის მათი დამოკიდებულება საქართველოს მომავლის მიმართ, საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ და ეგრეთ წოდებული ბატონის მიმართ. იმიტომ კი არა რუსია, ბატონია და ამიტომ აქ დამოკიდებული. კი ბატონო, რა აზღვევს ამ რისკებს ლევან, ეს კითხვა რიტორიკულია ალბათ ამ ეტაპზე, საკმაოდ მყიფე ვითარება, მაგრამ მაინც უნდა ვიკითხოთ, რასაც ხედავთ ჩვენ გადადგმული ნაბიჯები წულკიანის კომისიის დასკვნა, რომლის საფუძველზეც ახლა პარტიებს გრძალავენ აგერ ხო? ესე იგი რა მოხდა ამ ქვეყანაში, შექმნეს წულკიანის კომისია, რომელსაც დასკვნა დადო დოკუმენტი, კი არა ლეგიტიმურია ეს კომისია, მაგრამ ჩვენ ნახეთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე როგორი ზარზეიმით აიტაცეს დასკვნა, სადაც ეწერა, რომ საქართველოს მთავარსარდალმა ხელისუფლებამ, ანუ საქართველომ დაიწყო ომი 2008-ში. ეს იყო დიდი ხნის რუსული ოცნება, პროპაგანდა, რომელსაც მარტო მყოფი ამტკიცებდა რუსეთი და ვერსად ვერ დაამტკიცა და ახლა აქვს დოკუმენტი პარლამენტის სტამპით თუ ბეჭდით, აგერ, რომლებიც ამბობენ, რომ ქართული გვარებით ხალხი წულკიანის კომისიაში ამბობს, რომ საქართველოს მთავარსარდალი იყო, ვინც ომი დაიწყო. ხო, ეს ერთის მხრივ არის, რომ ქართულ ოცნებას აქვს ეს პროპაგანდა, რომ ვიღაცებმა დასავლეთიდან დააწყებინეს ომი საქართველოს თურმე ცხინვალის რეგიონში. ეს ხო ერთი ხაზია, იგივე ხაზი აქვს მაგალითად რუსეთს უკრაინასთან მიმართებაში, რომ იქ უკრაინამ კი არ დაიწყეს, უკრაინას თვითონ კი არ დაიწყეს ომი, უკრაინას დააწყებინეს ომი, ეგრეთ წოდებულმა ომის პარტიამ დასავლეთში რომელიც არსებობს. იგივე რიტორიკა აქვს აქ, უბრალოდ პრობლემა და კატასტროფა რა არის, იცით? ეს რიტორიკა, იმიტომ რომ რაღაც პოლიტიკურ ოპონენტებს ნიშნი მოუგონ, პოლიტიკურ ოპონენტებზე პროპაგანდა აწარმოონ. საქმეს გვიფუჭებს ჩვენ 10 წლეულებით მომავალში. იმიტომ რომ წეღან რასაც საუბრობდი, რომ ეს აღიარებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება თუ ამას თავდაუსხმელობაზე ხელს მოაწერენ აფხაზებთან და ოსებთან. კიდე ამაზე უფრო დიდი ნაბიჯი არის ის, რაც წულუკიანის კომისიამ გააკეთა. ჩვენ მომავალში, როცა ეს ხელისუფლება არ იქნება, მერეც წინ დაგვხვდება ის დოკუმენტი. ჩვენ რაც არ უნდა დაუძახოთ საქართველოს პარლამენტს, სამწუხაროდ ეს დოკუმენტი არის ბეჭედ დასმული და ეს დოკუმენტი ჩვენ დაგვხვდება მომავალში არაღიარების პოლიტიკაზე წინ. არაღიარების პოლიტიკა როცა გაგრძელდება, რომელსაც ქართული ოცნება არ აკეთებს და ჩვენ ვხედავთ, რომ საერთოდ ნაბიჯი არ გადაუდგამს და სირია არის აგერ გადასარევი მაგალითი, როცა საერთოდ ჩვენ მეგობრებისთვისაც კი არ გვითხოვია, მაგრამ თურქეთი ხო მაგათი მეგობარია, ერდოღანი ხო მაგათი მეგობარია და მათთვისაც კი არ უთხოვენ, რომ აფხაზეთის აღიარება უკან წაეღო. უდიდესი გავლენა აქვს სირიის რესპუბლიკაში, ხო? და მათ შორის ალ-შარას მთავრობაში. მიუხედავად ამისა, საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორია ჯერ კიდევ აღიარებული აქვს სირიას. ამ ხელისუფლებას რომ მოენდომებინა, ეს აღიარება იქნებოდა უკვე უკან წაღებული. და მათ შორის ჩვენ მეგობრების დახმარებითაც შეგვეძლო ეს მათ შორის ამერიკელების დახმარებით, რომ სადაც ახლა იყო გუშინ თუ გუშინ წინ ჩასული, ხო, სირიის პრეზიდენტი. და მათ შორის შეიძლება ყოფილიყო ეს მოთხოვნა, უბრალოდ ამათ არ აინტერესებთ და უბრალოდ არ აინტერესებთ კი არა. საქმეს გვიფუჭებენ ჩვენ მომავალში. წლები გავა ან შეიძლება თვეები გავიდეს და ეს ხელისუფლება აღარ იყოს და ჩვენ მოგვიწევს ძალიან ბევრი მუშაობა იმისთვის, რომ კი არ უფრო მეტად კი არ განვავითაროთ და გავავრცელოთ არაღიარების პოლიტიკა. იმ პოზიციებზე დაუბრუნდეთ, რაზეც ვიყავით ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე. ანუ ამაზე დაგვჭირდება ბევრი ძალისხმევა და ბევრი მუშაობა. ანუ ეს ხალხი ოღონდ საკუთარი რაღაც პროპაგანდა აწარმოონ, საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნონ, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ამ ქვეყნის მომავალს და ამ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას მომავალში. მათმა შვილებმა, ჩვენმა შვილებმა, როგორ ქვეყანაში უნდა იცხოვრონ, ყველა ასპექტში აყენებენ მაგას კითხვის ნიშნის ქვეშ. აქ ძალიან საინტერესოა ზუსტად ეს ლოგიკა, რას ემყარება ახლა ლავროვის ეს მოთხოვნა, რომ ხელი მოაწერეთ ოკუპირებულ რეგიონებთან, როგორც თანასწორ სამართლის სუბიექტთან ძალის გამოუყენებლობის შეთანხმებას. ნახეთ, რას ამბობს ლავროვის უწყება. ეს საკითხი, ანუ დოკუმენტის მიღების აუცილებლობა განსაკუთრებით აქტუალურია გარე ძალების მხრიდან საქართველოს მოწოდებების ფონზე სამხედრო გზით დაკარგული რეგიონების დაბრუნებისკენ და ნატოს გეგმების გამო, რომლებიც ამ ქვეყნის დასაკუთრებისკენაა მიმართული. ანუ ქართული ოცნების ნალაპარაკები, რომ ვიღაცა ომში ითრევს და ომს აძალებს, ფაქტობრივად ლავროვი იყენებს ამასვე და ეუბნება, რომ ეს რისკი ხომ გააქვთ?
მაშინ მოდით და მოაწერეთ ხელი ეს ხალხი რომ შეიძლება იყოს ამ დოკუმენტს. ანუ უკვე წინ ხვდება რეჟიმის რიტორიკა, ლავროვი უკვე იყენებს ამას. ცხადია გამოიყენებს და პრობლემა ის არის რომ ეს ხალხი აქ ვინც გვიზის ჩვენ და ის ხალხი ვინც მოსკოვში ზის ერთი და იგივე ტექსტებით ლაპარაკობენ. მარტო ეს პირველი შემთხვევა ხო არ არის. ერთი და იგივე აი რაღაც დუგინი რაღაც. ეხა უკვე ეტაპია ლევან რომ საქმე არაო ლაპარაკი მორჩაო საქმეზე გადადითო თითქოს აი ამ ხასკავს. ხო იმიტომ რომ ისინი ხვდებიან ქართული ოცნების მდგომარეობას. ქართული ოცნებას არ აქვს კარგი მდგომარეობა. მას აღარ დარჩა არც ერთი მეგობარი, მას აღარ დარჩა სიტყვის არც ერთი შემწევი დასავლეთში. მას აქვს პრობლემები ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ. ისინი არიან კუთხეში მიმწყდეულები, ისინი არიან სუსტები და ამ სისუსტის გამოყენებას რა თქმა უნდა იცდება შენი მტერი. პირველ რიგში თუ ვინმე იცდება შენი სისუსტის გამოყენებას, არის შენი მტერი. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ოცნებას გონია რომ რახან ერთი ტექსტებით ლაპარაკობს რაღაც ბაკა ბოჭორიშვილი და სერგეი ლავროვი, ამიტომ მათ შეუძლიათ რამენაირი თბილი ურთიერთობა კონდეთ რუსებთან და ისინი მათ არ შეეხებიან, ეს ასე არ არის. დათვი მაინც შეჭამს, რამდენიც არ უნდა უძახო ბაბაია. აუცილებლად ასე მოხდება და ლავროვი და რუსეთის ფედერაცია არც ერთ ხელისუფლებას საქართველოში ვინც არ უნდა იყოს, მათ მეგობრად არ ჩათვლის. იცით რატო არ ჩათვლის? მათთვის ზოგადად საქართველოს არსებობა როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის არის პრობლემა, იმიტომ რომ ეს ხალხი არიან იმპერიალისტები, ამ ხალხს უნდათ აღდგენა საბჭოთა კავშირის და საუკეთესო შემთხვევაში რუსეთის დიდი იმპერიის, რა პეტრე პირველის დროსაც იყო რუსეთი, შეიძლება იმის აღდგენაც უნდოდეს პუტინს. საბედნიეროდ მას ეს წამოწყება ჩაუვარდა უკრაინელების გმირობის ხარჯზე, თორემ ეს ამბავი მარტო უკრაინაზე არ გაჩერდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა არის საუბრები, რომ შეიძლება მარტო უკრაინთან არ დაკმაყოფილდეს, საბედნიეროდ რუსეთს ამის ძალა უკვე აღარ აქვს. მაგრამ ზელენსკი უშვებს ასეთ შესაძლებლობას, რომ შეიძლებაო ნატოს რომელიღაც ქვეყანა იყოს კიდევ, რომელსაც თავს დაესხმება რუსეთი ვიდრე უკრაინაში. შესაძლებლობა თეორიულად ყველაფრის დაშვება შეიძლება, უბრალოდ ლოგიკურად და ის რაც ჩანს ხო ძალების შეფარდება რაც არის. მას უბრალოდ ამის არანაირი რესურსი არ აქვს, თუმცა ახლა სიგიჟის ხარისხი იმხელა მოსკოვში ვერაფერს ვერ გამოურიცხავ, ცხოვრება შეიძლება კიდე ერთ სიგიჟეზე წავიდეს, გაცილებით დიდზე ვიდრე უკრაინაში შეჭრა იყო, მაგრამ შანსები გაცილებით დაბალია ამისი, ვიდრე იქნებოდა იმ შემთხვევაში უკრაინის ოკუპაცია რომ მოეხდინა ან დაენიშნა უკრაინაში ისეთ ხელისუფლება, რომელიც იქნებოდა ლოიალური მოსკოვის მიმართ. ამიტომ ეს ის შანსი რომ პუტინი აღადგენს რამენაირად საბჭოთა კავშირს და მithumetes რაღაც დიდ რუსეთის იმპერიას, ეს არის დამთავრებული ამბავი. მისი ასაკის გათვალისწინებით, მისი ძალების გათვალისწინებით არ აქვს მას ამის დრო. არც დრო, არც რესურსი, მალე არც ფული აღარ ექნება იმდენი რამდენიც ჰქონდა იმის დამსახურებით რომ სანქციები გაიზარდა მის მიმართ, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან და რაც თავარია დღეს რუბიომ გააკეთა ძალიან სწორი განცხადება მარკო რუბიომ, თქვა რომ თავარი ის კი არ არის რომ რაღაც ჩვენ ახალი დამატებით სანქციები დავაწესოთ. თავარი არის ამ სანქციების აღსრულება. რაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრეთ რომ თავარი პრობლემა არის აღსრულებაში. სამწუხაროდ ეს აღსრულება პრობლემა არის მათ შორის ევროპული ქვეყნების მხრიდანაც და ეს არის გამოსაცორებელი. ის სანქციები რაც დაწესებულია საკამარისია იმისთვის რომ რუსეთის ეკონომიკას მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი, თუ მოხდება განუხრელად აღსრულება იმ სანქციებს. ტაჯიკეთიდან და ყირგიზეთიდან კი არ შევა სანქცირებული პროდუქცია რუსეთში. მათ შორის იქაც იქნება ბანი დადებული იქიდან პროდუქტების შეტანაზე. შუა აზიის ქვეყნებიდან. ტრამპის ახლახან შეხვედრა მათთან არის თუ არა ამის. მათ შორის ამისკენ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა არა მარტო იქ ჩინეთის საპირწონეთაც შუა აზიის ქვეყნები არის მნიშვნელოვანი და ტრამპამდე ევროპული ქვეყნები შეხვდნენ ასევე ამ შუა აზიის ქვეყნებს და იქაც იქნებოდა აუცილებლად საუბარი როგორც სანქციებზე, ისე მათ შორის ჩინეთის საპირწონეთაც ალბათ, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ჩინეთის პრობლემა გაცილებით უფრო დიდად დგას ვიდრე იგივე ევროპულ ქვეყნებში. ევროპულ ქვეყნებში უფრო მაინც თანამშრომლობის რეჟიმი აქვს ამ წუთას. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი შეხვდა სი ძინპინს და ხელით ჩამოართვეს ერთმანეთსაც გაუღიმეს და თქვეს რომ ვითანამშრომლებთ, ეს დაპირისპირება არ მთავრდება ერთი ხელის ჩამორთმევით და მათ შორის არ მთავრდება არც ერთი პრეზიდენტით, იმიტომ რომ 21 საუკუნეში ეს დაპირისპირება გაგრძელდება. შეიძლება 10 წლეულები გაგრძელდეს ჩინეთსა და ამერიკას შორის დაპირისპირება. ახლა მიდის საუბარი იმაზე, რომ დაუშვათ თუ რუსეთი საბოლოოდ დარჩება ჩინეთის ორბიტაზე, მისი საპირწონე იმ რეგიონში, შუა აზიის რეგიონში, უნდა იყვნენ ქვეყნები, რომლებიც დააბალანსებენ რუსეთის ჩინურ ორბიტაზე ყოფნას. და რუსეთი არის ჩინურ ორბიტაზე, რუსეთი არის ჩინეთის სატელიტი. აი ესე მიუხედავად იმისა, რომ პუტინს გონია, რომ თვითონ რაღაც დიდი რაღაც ძლევამოსილი იმპერატორია ჩამოყალიბდა, კი ბატონო. სინამდვილეში ჩინეთიდან რო არ კონდეს მას დახმარება, რუსეთი ამომს უბრალოდ ვეღარ გააგრძელებდა და ამაზე მათ შორის პრეზიდენტ ტრამპიც საუბრობს და არაერთ ევროპულ ლიდერსაც უსაუბრია იგივე.
კი ბატონო, აქვე უნდა ვიკითხოთ ლევან, რომ აი თუ ჩვენ ვახსენეთ შუა აზიის ლიდერებთან შეხვედრა და ტრამპის ვაშინგტონში მათი ვიზიტი, ასევე არაერთი შეხვედრა, რომელსაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ, არა მარტო გაფართოების სამიტების სხვათა შორის, აი შავი ზღვის ქვეყნები რომ იკრიბებიან სალაპარაკოდან, ზღვაზე გასასვლელის არ მქონე ქვეყნების შეხვედრას რომ ესწრებოდა კობახიძე. გახსოვთ ხომ, სადაც დასავლეთია და რამე შეხვედრა ორგანიზდება, სადაც გეოგრაფიულად საქართველოს ადგილია, გეოპოლიტიკურად რომ არ შევხედოთ, აი გეოგრაფიულად სადაც შეიძლება იყოს საქართველოს ადგილი, არსად საქართველოს არ არის წარმოდგენილი მაღალ დონეზე, ძალიან ღია პასუხია, რომ ჩვენ მაღალი დონის შეხვედრები მათთან გავწყვიტეთო. არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ჯერჯერობით ძალიან მყარად მიყვება ევროპა, დასავლეთი და შეერთებული შტატების დუმილი ივანიშვილის არაერთი მცდელობის პასუხად, რა პერსპექტივას აძლევს მათ დაუოკებელ სურვილს, რომ აღიარონ ეს რეჟიმი ისეთი, როგორც არის. დიქტატორი, რეპრესიული, მაგრამ ძალაუფლების მქონე. ქართული ოცნება დღეს დგას ლუკაშენკოს და პუტინის გვერდით. დასავლეთის რიტორიკაში მათ შორის ეუთოზე განცხადება ნახეთ, ხო? ეს არის მათი ადგილი, სადაც ისინი არიან. ველურების ადგილი არ არის ცივილიზებული ადამიანების გვერდით. და ქართული ოცნება რას აკეთებს, ხო? განსაკუთრებით ბოლო დღეების რიტორიკა რო გავიხსენოთ, საცუწარკვეთილი განცხადებები, რომ აი დაგველაპარაკეთ. ჩვენ ვართ აქ, ჩვენს გარდა არავინ არ არის და სხვა გზა არა გაქვთ, მოდი ჩვენ გველაპარაკეთ. ქართული ოცნება არ არის იმდენად მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომ მათ ვინმე ელაპარაკოს ამ რეალობის გათვალისწინებით. მით უმეტეს, ქართულ ოცნებას არ აქვს ის რეალობა, როცა თვითონ არის აქ ალტერნატივო, ლუკაშენკოსავით ყველაფერი დალაგებული აქვს და ბელი მოსუფთავებული აქვს. ეს ასე არ არის, მათ არავინ არ დაელაპარაკება. ისინი არიან როგორც პირად შესული, იცით? აკეთებენ ერთ სიგიჟეს, მერე ითხოვენ მოლაპარაკებას, რო არავინ არ ელაპარაკება, აკეთებენ უარეს სიგიჟეს. ეს როგორც პირალია, იცით? გონიათ რომ რაც უფრო მეტ სიგიჟეს გააკეთებენ, მით უფრო მეტი შანსია ვინმე დაელაპარაკოს და ეს პირიქით არის. პირიქით ხდება. რაც უფრო მეტ სიგიჟეს იზამენ, მით უფრო ნაკლები შანსი დარჩება მათთვის, რომ ვინმე საერთოდ რამეზე დაელაპარაკოს. ამიტომ მათ უნდათ, რომ ვინმე რამეზე პასუხი გასცეს საერთოდ და ადამიანებად ჩათვალონ და ნორმალურებად ჩათვალონ, ერთადერთი შანსი არის დეესკალაციისკენ წასვლა. მათ შორის პოლიტმატიმრების გათავისუფლება 100-ზე მეტი ადამიანია ციხეში, ხო? მათ შორის იმ გიჟური კანონების გაუქმება, რომელიც არ მუშაობს. ფაქტია, თვითონაც ყველა ვხედავთ, ხო? ვერ იმ კანონმა ვერ იმუშავა 2 დღეც. უბრალოდ რაც უფრო მეტად საცუწარკვეთაში ჩავარდებიან, მით უფრო ეგონებათ, რომ უფრო თუ გაამკაცრებენ კანონს, რაც უფრო მკაც კანონს დაწერენ, მით უფრო მეტი იქნება აღსრულება. და ეს ასე არ ხდება, არსად არ ხდება სამყაროში, ისინი მიყვებიან რაღაცა დიქტატორების და ავტორიტარების playbook-ს, უბრალოდ ამ playbook-ის განხორციელების რესურსი ივანიშვილს არა აქვს, ორღობის დიქტატორია, ჩვეულებრივი და ასეც უწოდეს თუ არ ვწდები ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში ერთ-ერთ გამოსვლაზე, მას უწოდეს ორღობის დიქტატურა და მართლა არის ორღობის დიქტატურა, ის არ არის იმხელა ძალის, რომ დადგეს პუტინისნაირი დიქტატორების გვერდით. მას ამის რესურსი არ აქვს ამ ქვეყანაში, მათ შორის ადამიანური რესურსი არ აქვს. ის რომ მათ უწევთ ადამიანების 70 წლის პენსიონერი ქალის ციხეში გაშვება, ეს ადვილი არ არის არავისთვის. მათ შორის იმ მოსამართლეებზე ჩვენ შეიძლება ბევრი რაღაცა ვილაპარაკოთ, მაგრამ ის მოსამართლე რო გამოვა გარეთ იქედან და უშუალოდ პოლიტიკურ ოპონენტი რო ციხეში ჩასვა, მაგაზე შეიძლება მეზობელმა და ახლობელმა არაფერი არ კითხოს, მაგრამ 70 წლის პენსიონერი რო ჩასვა ციხეში და მით უმეტეს გზის გადაკეთვაზე რო გაუშვა 1 წლით რო გაუშვას, მაგაზე კითხავენ რატო გააკეთეო და ეს ადვილი არ არის გადაწყვეტილების მიღება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხალხი ყველაფერზე ხელის მომწერია. მაგრამ ამ ხალხს უწევს გარეთ გამოსვლა და უნდა თუ არ უნდათ ახლობლებთან, მეზობლებთან, ნათესავებთან სუფრაზე დაჯდომა და არ არის მარტივად მისაღები გადაწყვეტილება. ამიტომაც მოუწიათ იმ რაღაც გიჟური თავიდან გახსოვთ ხო 60 კაცი რო დაიჭირეს და 14 დღიანებს რო აძლევდნენ. მოუწიათ უკან დახევა, იმიტომ რომ არ არის მარტივი ასეთ ქვეყანაში, სადაც ყველა ახლობელია მართლა და ჩვენ შეიძლება გვყავდეს ქოცინათესავიც და შეიძლება გვყავდეს ნაციც და ახალი წევრიც და ასე შემდეგ, ხო? ანუ ამ საზოგადოებაში არ არის მარტივი ისეთი ტიპის დიქტატურის დამყარება, როგორიც აქვს პუტინს და როგორიც აქვს ლუკაშენკოს. ამიტომ ამას დროზე თუ მიხვდებიან და გონზე მოვლენ, მათ შეიძლება ვინმე დაელაპარაკოს. ამის გარეშე ისინი დაასრულებენ ძალიან ცუდად, მათთვის ცუდად და თუ ძალიან შეტოპავენ, შეიძლება ყველასთვის ცუდად დამთავრდეს ჩვენთვის და ჩვენი მიზანი რა არის, ხო? ეს ყველაფერი არ დამთავრდეს ამ ქვეყნისთვის ცუდად.
თორე 2 წლის ციხეში წასვლის კი არავის ეშინია. არავის არ უნდა, რა თქმა უნდა, ციხეში ჩაჯდომა არავის არ უნდა, არავის თვითმიზანი არ არის, მაგრამ 2 წელი ციხეში გაძლებ. მაგრამ 2 წელი ციხეში გაძლებაზე კი არ არის. ეს ქვეყანა შეიძლება ისეთ ჩიხში შეიყვანოს ივანიშვილმა, მე დაგვჭირდეს 10 წლეულები აქედან ამოყვანაში. ამიტომ თუ დროზე მიხვდება ეს ხალხი, რომ ამის იქეთ მათ გზა არ აქვთ, რომ ნორმალურად მოიქცნენ და ადამიანებს დაელაპარაკონ და ადამიანურად მოიქცნენ, სხვა შემთხვევაში ისინი მიიღებენ ძალიან ცუდს მათთვის და მე არ მინდა რომ ჩვენთვის მივიღოთ ცუდი. ამიტომ ერთადერთი შანსი რაც არის, ის რასაც ჩვენ ვაკეთებთ ხო, ყველა ერთად ვაკეთებთ ქუჩაში პროტესტი, ის რომ აქ წინააღმდეგობა არის, მათ შორის ჩვენ მეგობრებიც ამას რო ხედავენ, ესეც ერთ-ერთი ფაქტორია, ხო? მათ შორის არაღიარებაში. ამიტომ ეს უნდა გავაგრძელოთ და ეს ხალხი თუ გონზე მოვა, იქნება გადასარევი ამბავი. მაგრამ რამდენად არის ამის რესურსი ლევან, რომ ყოველდღე უფრო და უფრო ნაკლები, ყოველდღე უფრო და უფრო ნაკლებია, ეს 100-ია სამწუხაროდ, იმიტომ რომ ყველა ლოგიკა ამას გვეუბნება, თუმცა წარმატებული მაგალითებიც ყოფილა, როცა რაღაც დიქტატორებს შეუტოპიათ სიგიჟეებამდე და მე უკან დაუხევეთ, მაგალითად ჩილეში ყოფილა ასეთი პრეცედენტი, ხო, როცა ჩილეს დიქტატორი გაცილებით სასტიკი იყო, შემიძლია გითხრათ, ვიდრე ივანიშვილი. მინიმუმ ვინმე უნდა წააკითხოს ჩილეს დიქტატორის ისტორია ბიძინა ივანიშვილს, თორემ თვითონ არ მგონია ახლა მაინც და მაინც ამ კონკრეტული кейსით დაინტერესდეს, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება ვუტრირებ, მაგრამ ლოდინი ტრამპის ადმინისტრაციას ელოდება ის და როცა ეს პასუხი იქნება, თუ ეს პასუხი იქნება მკაფიო და კიდევ უფრო გასაგები ივანიშვილისთვის ეს არის თუ არა ბოლო წვეთი, თუ ივანიშვილიდან დამოკიდებულია უკვე კრემლზე, რომ მას დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობა უფრო და უფრო ნაკლები. მე არ მგონია რომ მას დამოუკიდებლად მოქმედების რესურსი არ ქონდეს, უბრალოდ ამ ადამიანს აქვს პარანოია. მას მართლა ჯერა რომ მასონები ებრძვიან, მართლა ჯერა რომ სანამ ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს დაადებდა, მანამდე ედო სანქციები, ანუ ამ ყველაფერს როცა მართლა ჯერა, მე ძალიან რთულია ამ მოცემულობიდან ვინმეს რამეზე ელაპარაკო. როცა აქ ჩამოსული ობრაიენი ისმენს ამ სიგიჟეს, მე რთულია ამ ადამიანმა შენ სერიოზულად შეგხედოს და რამე სერიოზულ თემაზე დაგელაპარაკოს. და თან ამას აგრძელებენ ახლაც, ხო, მარკო რუბიოს ცოტა ხნის წინ, ხო, 26 მაისის აღლუმის დროს პირდაპირ დააბრალეს, ახლა მარკო რუბიო არ დაუსახელებიათ ეს სახელობითად, მაგრამ მარკო რუბიოს ეხებოდა სახელმწიფო დეპარტამენტს ეხებოდა, რომ იქედან თურმე დავალებას აძლევენ ელჩს უნდა მოსვლა, მაგრამ იქედან დაურეკეს, რომ არ მიხვიდევ, ახლა ელჩის უფროსი არის მარკო რუბიო, ხო, არავინ არ არის მისი უფროსი. ამიტომ ეს ხალხი ამ სიგიჟეში არიან. ოღონდ ამ სიგიჟეში არიან კონკრეტულად ივანიშვილის გამო. იმიტომ რომ იქ მე დარწმუნებული ვარ, არიან ადამიანები, რომლებსაც ესმით, რომ მათ არანაირი მასონები არ ებრძვის, არავინ არანაირი მასონები და ბლეკროკი მათ არ ებრძვის, უბრალოდ ივანიშვილს ვერ უბედავენ სიტყვის შებრუნებას. თორემ ამ ხალხს ესმის, რომ ეს სიგიჟეა, რასაც აკეთებენ. უბრალოდ ივანიშვილი თუ რაღაცა ამ პარანოიდან როგორმე გამოვა და მიხვდება, რომ მას მართლა პერსონალურად კი არ ებრძვიან, იმიტომ არ აღიარებენ მას, რომ ის იქცევა ჩვეულებრივი გიჟივით და დიქტატორივით და აქედან როგორმე გამოვა, ვინმე ეტყვის, ვისაც მასზე გავლენა აქვს, ამ ქვეყანას შეიძლება მშვიდობიანად ყველაფერი დასრულდეს ისე, რომ მართლა აქ საშვილიშვილოდ არ იყოს ადამიანები ერთმანეთს გადაკიდებული პოლიტიკური პოზიციის გამო. იმიტომ რომ ეს საფრთხე არის სამწუხაროდ არის, იმიტომ რომ საშინელი პოლარიზაცია ამ ქვეყანაში. პოლარიზაცია იმის გამო, რომ ადამიანებს ქუჩაში ცემენ. იმის გამო კი არა, რომ პოლიტიკოსები ერთმანეთს ვერ იტანენ პოლიტიკური შეხედულებების გამო. ცემენ ადამიანებს, ფიზიკურად უსწორდებიან და ციხეში აგდებენ არაფრის გამო. ამიტომ არის პოლარიზაცია. თუ უნდა ამ ხალხს რომ ამ ქვეყანაში სიტუაცია ნორმალურად წავიდეს, ეს უნდა დაასრულოს. სხვა შანსი უბრალოდ არ არსებობს. კი ბატონო. დიდი მადლობა ლევან ყურაშვილს.